რა ბედიელის იმ კომპანიებს, რომლებიც არაპირდაპირ არიან დაკავშირებულები ინტერაოსთან, რომელიც ევროკავშირის მხრიდან მოხდა სანქცირებულთა სიაში და რუსეთის წინააღმდეგ გატარებული სანქციების 21 პაკეტში შევიდა. ინტერაო საკუთარ აქტივებს საქართველოში ორი შვილობილი კომპანიის დახმარებით მართავს. ერთი არის ინტერაო გარდაბანი ჰოლდინგი და მეორე არის Silk Road ჰოლდინგი. სწორედ Silk Road ჰოლდინგი ფლობს ორ კომპანიას. 75%-იანი წილის მფლობელია როგორც თელაში, ასევე თელმიკოში და სწორედ ეს კომპანიები ამარაგებენ თბილისის დიდ ნაწილს ელექტროენერგიით. საინტერესოა არაპირდაპირი კავშირი, რადგან აქვს ინტერაო სწორედ თელმიკოსა და თელასთან. ისინიც აღმოჩნდებიან თუ არა სანქციებულთა სიაში, ან პრობლემები შეექმნება თუ არა სხვადასხვა ბანკთან მუშაობის დროს, რადგან როდესაც აქტივები იყინება ევროკავშირის მხრიდან რეაგირება ხდება და ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ბანკებიც ერიდებიან თანამშრომლობას იმ კომპანიებთან, რომლებიც დასანქცირებული არიან და ასევე იმ კომპანიებთან, რომლებიც პირდაპირ ან ირიბად არიან ამ სანქცირებულ კომპანიასთან დაკავშირებული. ამ დრომდე არც საქართველოს მთავრობას და არც ეკონომიკის სამინისტროს განმარტება ან განცხადება არ გაუცელებია ქართული კომპანიებისთან დაკავშირებით, კომპანიები, რომლებიც საქართველოში ოპერირებენ, რაიმე სახით გავლენას მოახდენს თუ არა ეს სანქციები, რომელიც ევროკავშირმა დააწესა, ან აბონენტებს ხო არ შეექმნებათ რაიმე სახის პრობლემები, როგორ გააგრძელებს სახელმწიფო ამ კომპანიებთან თანამშრომლობას, ბანკებთან რა მითითება იქნება ეროვნული ბანკის მხრიდან გაცემული. ამ კითხვებზე პასუხი ჯერჯერობით არ არსებობს. ჩვენ ვესაუბრეთ ეკონომიკის მინისტრის ყოფილ მოადგილეს ნიკოლოზ ალავიძეს, რომელიც ამბობს, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში საქართველოს მთავრობამ უნდა დაიწყოს ზრუნვა, რომ მოიზიდოს ინვესტორები და აინტერესონ და სწორედ ჩაანაცვლდეს რუსულ კომპანიასთან დაკავშირებული ეს ქართული კომპანიები, რომლებიც შესაძლოა ირიბად კავშირის გამო რაიმე საფრთხის წინაშე აღმოჩნდნენ. შესაძლებლობის ფანჯარა გაიხსნა, იქ რომ არა იმპულსურად, არამედ გეგმაზომიერად, კარგად დაფიქრებულად და დინჯად სახელმწიფო თუ კეთილგონიერი სახელმწიფო იქნებოდა შემთხვევაში მოხდეს, პირველ რიგში შესწავლა ამ აქტივების ობიექტური ღირებულების დადგენა, ამ სიტუაციის ქვეყნის ინტერესების სასარგებლოდ გამოყენება და მოლაპარაკების გახსნა სახელმწიფოსთვის, ამ შემთხვევაში ქვეყნისთვის მომგებიანი პირობებით, რომ მოხდეს აი ამ 75%-იანი წილის აქტივების პირობითად გამოსყიდვა და ფასილიტაცია საერთაშორისო მაღალი რეპუტაციის მქონე, თუნდაც ქართული ბიზნესები შემდგარი სინდიცირებული რაღაც გარიგების წახალისება, მეტი რომ უფრო დამოუკიდებელ, უფრო გამჭვირვალე, უფრო ჯანსაღ ინსტიტუციური კუთვნილების და საკუთრების ქვეშ აღმოჩნდეს ეს ქსელი. არ დაგვაუწყოთ, საუბარი გვაქვს ქვეყნის მასშტაბით დედაქალაქის ენერგომომარაგებასა და დისტრიბუციაზე, რაღაც 800-დან მილიონ აბონენტამდე საუბრობთ ელექტრონიკის მიწოდებაზე და თან თუ ჩვენ შევხედავთ, რომ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის დოვლათი და კონცენტრაცია დიდწილად 50%-ზე მეტი კონცენტრირებულია თბილისში, რამხელა რისკებზე გვაქვს საუბარი. და ეს თეორიული რისკი არ არის, ვიცით, ეს არის პირდაპირ კრემლის, ასე ვთქვათ, შვილობილი ორგანიზაცია. ეს გამოცდა, თუ ასე მიუდგებით, ვერ ჩააბარა სახელმწიფომ ბორჯომთან მიმართებაში და ამაზე მოდით დროს არ დაგაკარგებინებთ, საშუალო ზომის ჟურნალისტური გამოძიებაც კარგად მოგცემდათ ამაზე ინფორმაციას. ახლა ამ კონკრეტულ თელასი თელმიკოს შემთხვევაში გვაქვს ისევ და ისევ ასეთი შესაძლებლობა, რომ გააზრებულად შესაძლებელია, რომ ქვეყნის ეკონომიკური და ქვეყნის ეკონომიკის თითქმის 50% მდგენელის უსაფრთხოების ნაწილში კეთილგონიერმა სახელმწიფომ კეთილგონიურული ნაბიჯები გადადგას, ან უფრო გაზარდოს რისკი, იმიტომ რომ ევროკავშირის დიდი 21 პაკეტის შემდეგ ალბათობა იმისი, რომ უკვე ამერიკის შეერთებული შტატებიდან ოფაკის სანქციების დაედოს დიდია და ოფაკის სანქციების შემთხვევაში უფრო მეტად დამძიმდება სიტუაცია.
რა სახის ურთიერთობა უნდა ჰქონდეთ ბანკებს იმ კომპანიებთან, რომლებიც არაპირდაპირ არიან დაკავშირებული ინტერაოსთან, ევროკავშირის მიერ სააქცირებულ კომპანიასთან, მაგალითად თელმიკოსთან დაკავშირებით ბანკებმა რა პოლიტიკა უნდა გაატარონ, ან აბონენტებს ხომ არ შეექმნებათ პრობლემები, როდესაც სწორედ თელმიკოს ანგარიშზე რიცხავენ თანხებს. ამაზე ვცადეთ ჩვენ ინფორმაციას მიღება ეროვნული ბანკისგან, ჯერჯერობით მათგან პასუხი არ მიგვიღია, ისევე როგორც პასუხი არ დაუბრუნებია ჯერჯერობით არც ეკონომიკის სამინისტროს. ნიკოლო ზალოვიძე განმარტავს, რომ მოკლევადიან პერსპექტივაში შესაძლოა აბონენტებს პრობლემა არ ქონდეს, მაგრამ იმ შემთხვევაში თუ თანხებს თელმიკო ვეღარ მოიძიებს ვერც მთავარი კომპანიისგან, ან თუ დაინტერესდება ქართულ ბანკებთან თანამშრომლობით, შესაძლოა მას ამ შემთხვევაში უკვე გარკვეული შეფერხებები შეექმნას. თუ თელასი ან თელმიკო გეგმავდა რაღაც დიდ რაღაც რამდენი ასეულობით მილიონი დოლარის ინვესტიციის მოზიდვას კაპიტალური განახლებებისათვის და ასე შემდეგ და მათ მოლაპარაკება ჰქონდათ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან ამ საკითხზე, ეს დაფინანსების პაკეტები თეორიულად დადგას რისკის ქვეშ, იმიტომ რომ იქნება ეს საერთოდ ევროპული ბანკები თუ ამერიკული ბანკები თუ ასე შემდეგ, იმიტომ ვიცით რომ რუსეთის ბანკებს ახლა თელასის დაფინანსებისთვის ნამდვილად არც წყალიათ და არც ხელად, ეს ნაწილი შეეზღუდებათ მათ და შესაბამისად ის რესურსები, რომელიც ამ საერთაშორისო საფინანსო სისტემებიდან მათ ანგარიშებზე უნდა მოხვედრილიყო, ის შეფერხდება. და ფიზიკურად აქეთ ვერ წარმოვა. ამიტომ ჯერჯერობით საშუალო, მოკლე და საშუალო ვადიან პერსპექტივაში ამ სანქციო პაკეტიდან გამომდინარე ქართული საბანკო სისტემისთვის რაღაც საფრთხეებს ამ კონკრეტულ კომპანიასთან ურთიერთობაში შეხვდა. გარდა იმისა, თუ ეს რა თქმა უნდა ჩვენთვის ცნობილი არ არის და ეს სადაც ბანკი და კლიენტის საით კონფიდენციალური ინფორმაცია, თუ ის დედა კომპანიას არ აქვს რაიმე დიდი დაბანდებები, დეპოზიტები, ვალდებულებები აღებული ქართულ საბანკო სისტემაში, რომელიც პირდაპირ უშუალოდ ხდება ამ ნაწილში. მაგრამ ჩვენთან როგორც წესი ვიცით რომ ჰოლანდიური კომპანიიდან კიდევ უამრავი ცნობილი რაღაც კომპანიას გავლა გამოვლით არის ამ ყველაფერში და თეორიულადაც ისედაც აქ ესეთი დაბანდება, ასე ვთქვათ, ექსპოუჟერი ამ კომპანიის, დედა კომპანიის ქართულ საბანკო სექტორში დიდად არ უნდა იყოს. თელასის 75%-იან წილს ფლობს სანქცირებული ინტერაოს შვილობილი კომპანია Silk Road Holding. ის ცდილობს, რომ გახდეს თელასის 100%-იანი წილის მფლობელი და დარჩენილ 25%-იან წილზე ახლა სატენდერო შეთავაზება აქვს გამოცხადებული, რომელიც წესით უნდა შეთავაზება მიიღოს ივლისის ბოლომდე და აგვისტოს ნახევრის შემდეგ უნდა შეთანხმება შედგეს. გარკვეული შეფერხებები ექნება თუ არა ამ სატენდერო წინადადებაზეც, ეს ჯერჯერობით ჩვენთვის უცნობია.